გამარჯობა, მოგესალმებით ჩვენს ახალ YouTube არხზე. მარიამი, ლაშა. დღეს დიალოგი გვექნება პატარა ჩვევები დიდი ცვლილებებისთვის. რაც შეეხება ქცევებს, ქცევების ჩამოყალიბებას, ცოტათი შევეხებით behaviorisms და გვექნება რუტინაზე საუბარი. მოდი დავიწყოთ. რადგანაც ჩემი მე შეხება აღარ მქონია დიდი ხანი ფსიქოლოგიასთან ეს ახლო კონტაქტი და კავშირი. მინდა რომ შენ დაიწყო behaviorismზე საუბარი. მე დავიწყო? ხო. მაგალითად რა არის რა? არჯობია შენ დაიწყო რაც გახსოვს და იქიდან მე ავიღოთ. და შენ მე ეს დამამცირო. ეს როგორ გახსოვდა ეგრე კი არ არის. აი ვიტყვი კაცო როგორც მართავს. ქცევათ მეცნიერება behaviorism ზუსტად არ მახსოვს რომელ წელს შემოვიდა მიმართულებად ფსიქოლოგიაში. მაგრამ მახსოვს პავლოვი, ვინც ვისწავლე პირველი მისი ძალიან კარგი ექსპერიმენტი იყო ძაღლებთან დაკავშირებით, სტიმული და რეაქცია. ანუ საჭმელს საჩვენებდა ძაღლს და ხედავდა როგორ იწვევდა ეს ყველაფერი ნერვს ძაღლში. მე ძალიან კარგად გადაიტანა ადამიანებზე და ამის შემდეგ უკვე წამოვიდა როგორც თეორია და იხვეწა ძალიან კარგად და დღეს მშვენივრად ვიყენებთ პრაქტიკაში, იმიტომ რომ დღეს ძალიან დაჩქარდა ცხოვრების ტემპი და გვჭირდება ძირითადად პრაქტიკაზე და ქცევებზე დაფუძნებული და სწრაფი რაღაცა მამოტივირებელი ფსიქოლოგიური მიმდინარეობები თუ მიმართულებები და ჩემი აზრით მშვენივრად ვიყენებთ. თუმცა თავიდან რაღაცა ისე მეჩვენებოდა რომ ემოციების გამოცლილი და გრძნობებისგან დაცლილი იყო ეს ყველაფერი და რაღაცა ქცევა ცალკე რო განიხილებოდა ცალკე აღებული. ამაზე ვისაუბრეთ ჩვენ და ადრე მიმაჩნდა, ეხლა არ მიმაჩნია ესე ნამდვილად. შრალად. ეხლა შენთვის აღარ არის. არა. მოტივაციის ჭრილში. მოტივაციის ჭრილში, კი ბატონო, გავყავი მოტივაციის ჭრილში და მე რუტინაზე ვისაუბროთ, როგორ გვეხმარება ეს ქცევები რუტინის ჩამოყალიბებაში. პავლოს რაც შეეხება, ჩემი აზრით, კაი კაცი იყო, დიდი მეცნიერი იყო, ეხლა დიდი ფსიქოლოგი იყო და მე მგონი ფიზიოლოგი იყო კიდე და კიდე რაღაცა იყო. უეჭველი იქნებოდა ფიზიოლოგი. ძაღლებზე ეგ ექსპერიმენტი საინტერესო იყო იმის გამო, რომ პირდაპირ საკურს კი არ აწვდი და სინათლეს უნთებდა. ხო, მახსოვს გამოცემდა ეხლა. და სინათლის ანთების შემდეგ აწვდიდა საკურს რა. ხო, და ძაღლი უკვე ხვდებოდა, რომ სინათლე რაღაცა სინათლე დაკავშირებული იყო კვებასთან და სინათლის ანთების დროს ვცდილობ არ ვიმოძრაო კადრი რო არ გაგიფუჭა. სინათლის დაისწავლა ის რომ საკურს მიიღებდა და მაგის გამო სინათლის ანთებაზე უკვე ნერვწყვის გამოყოფა იწყებოდა ხოლმე რა. ნერვს გამოყოფდა მაგის გამო. კიდე რა გვინდოდა მაგაზე? არაფერი როგორ განავითარეს უბრალოდ ბანდურამ სკინერმა და კიდევ რაღაც მხარე დამავიწყდა. თონდაიკი. არა, იმათ კი არ ეს კი არ განავითარეს, კრიტიკა ჰქონდათ მაგისა და თავის თეორიები შექმნეს რა, მე სხვადასხვა მიმართულებით. მაგრამ behaviorism შეეხება მოგვიანებით უკვე ამ სტიმულ რეაქციაში ჩაამატეს პიროვნებაც რა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ხო, ანუ მხოლოდ ესე რობოტივით სტიმული რეაქცია, ცხოველივით, კაი, მართალია. ცხოველივით სტიმული რეაქცია არ იყო, უკვე შემოვიდა პიროვნული თვისებები. ტვინი გვაქვს ადამიანს ყველაზე განვითარებული ცნობები რაღაცები შემოვიდა რა. მაგრამ შეიძლება ცხოველებსაც აქვთ. ანუ ტვინი აქვთ, მაგრამ ჩვენზე განვითარებული არა. ხო, ჩვენზე განვითარებული არა. Hope so. ჯერჯერობით. ხო, ჯერჯერობით. კაი, behaviorism-ი დადებითი მხარე უკვე ვიცით, რომ ძალიან კარგად გამოიყენება პრაქტიკაში. უბრალოდ ეხლა ვისაუბროთ ყოველდღიურად პატარა ცვლილებები ქცევის. როგორ შეიძლება მივიდეს მერე დიდ ცვლილებამდე. და მაგალითებიც მოვიყვანოთ რა, ჯობია ის რაც მომივა თავში, მეც გეტყვი მანამდე შენ რა. პირადი მაგალითები გააქვს? პირადიც მექნება სავარაუდო, როგორ არა? პატარ-პატარა ცვლილებები როგორ? კი. თეორიულად დაიწყე თუ რამის თქმა გინდა და მე პრაქტიკაზე. არა, თეორიულად მაგას რა უნდა ვთქვა? პატარ-პატარა ცვლილებებს მივყავართ
დიდი ცვლილებისგან, ხო? ცევით, ხო. მაგალითად ის რომ ვიღაცა არ ვიცი ადამიანმა ცურვა თუ არ იცის და იწყებს იმების შემოხმევას და მაგით სწავლას, მე შეუძლია რომ ისენი მოიხსნას. ხო, ოღონდ თავარია ჩემი აზრით. აბა. რომ ეს ინტენსიურად გააკეთოს. აჰა. ყოველდღიურად ან რაღაცა დაგეგმოთ, რომ აი კვირაში 3-ჯერ მაინც უნდა ვიცურო, რომ მე გამოვიდეს, იმიტომ რომ იმას ისე ვერ მოიხსნის და შიშს თუნდაც ვერ გადავახავს. ან რაც აქვს მიზნად აღებული, იმას ინტენსივობის გარეშე, ჩემი აზრით ვერ დაისწავლის. აბა რომელს? ეგ მინდა აუცილებლად რომ ჩავთვალოთ, ოღონდ ჯერ ქცევაზე, პატარა ქცევებზე. როგორ ვაშენებ სისტემას. აი, მე შემიძლია მაგალითად მოგიყვება ეგეთი, რომ ერთი შემთხვევა გქონდა ეგეთი. როდესაც მაშინ ინსტიტუციონალიზაციას ვაკეთებდი. მოკლედ ადამიანებს რო გადმოყავდა თავსაფრებიდან და ხო, მახსოვს ეგამბები. მან ქონდა ეგეთი შემთხვევა, რომ ადამიანებს არ ქონდათ ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო უნარები რა, ელემენტარული უნარებიც კი შეიძლება არ ეს შემოპირებზეა საუბარი თუ ინსტიტუციაში ცხოვრებ ადამიანებზე რა. ხო, ანუ იქ უბრალოდ ბავშვებიც მოიაზრება ალბათ, ხო? ვიდეოებიც ნებისმიერი შეიძლება იყოს, რა ვიცი. ხო, სოციალურად დაუცველი და მთელი ამბები. ანუ მშობლების გარეშე ვინც იყო. ოკეი. ყველა ტიპის. ანუ მან მაგას არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ მან თავარი ის არის, რომ ადამიანს რომელსაც შესაძლებლობა არ ქონდა, რომ ყოველდღიური უნარები განავითარებინა, იწვევდი ძალიან პატარა ისეთი ტიპის ქცევებით, აი მაგალითად შეიძლება ყოფილიყო ის, რომ თეიფში უნდა მიეტანა და ნიჟარაში ჩაედო. სანამ გადახვიდოდი სახლის დაავადებაზე და მოტოსიგებაზე, შეიძლება 3 თვე გესწავლებინა ის, რომ საჭმელს რომ შეჭამდა, თავის თებში აეღო მაგითიდან მიეტანა და ნიჟარაში ჩაედო. უბრალოდ ეგ გაეკეთებინა. ან დილწოდებოდა და ოთახიდან გამოდიოდა, კარი დაეკეტა. ამ ფანჯარა გაეღო რომ განიავებულიყო. აი მე პირდაპირ გადამაქვალმა ჩემ შვილზე. და მესმის რთული არის ესწავლა. სწავს ჩვევების. ჩვენ მქონდა ხოლმე დაახლოებით 6 თვიანი იქმა დაწერილი იმისთვის, რომ 6 თვის მანძილზე ერთი ჩვევის გამომუშავება გამომუშავება ან დასწავლა. ხო, ერთი ჩვევის გამომუშავება შეიძლება დაახლოებით 6 თვე რა, საშუალო. ანუ აი ეს ყველანაირ შეზღუდვა აუტისტი, რა ვიცი დაუნით, რომ ყველა შეშემოები რო გამოვრიცხოთ. ხო, აუტისტზე გამოგიცხა. ხა. უბრალოდ ზოგადად მოვიხსენია. ხო, ან ნახე მანდაც არ აქვს დიდად მნიშვნელობა, ნუ როგორ არ აქვს მნიშვნელობა აქვს კონოპრივი განვითარება როგორია. ანუ ჩვეულებრივი ესეთი ბავშვთან ან დიდთან ზრდასრულთან 6 თვე სჭირდება ერთი ჩვევის დასწავლა? არა, ტიპურ განვითარებაში 6 თვე წესი სჭირდება, მაგრამ ვერ გამორიცხავ შეიძლება 6 თვეც გაჭირდეს. უბრალოდია რა, განსაკუთრებით ან დიდი მოთმინება გმართებს როგორც ბავშვთან ესე იგი, ისე უფროსებთან. შენ თავზე რო აიყო რა. რაღაცა ცევა არის გაკეთებაც კი, აი მაგალითად ახალი უცხოენის სწავლა. ამერიკანი მჭირდება მაგას. უცხოენი შესწავლა დიდი ხანი მჭირდება, რა თქმა უნდა, უბრალოდ. ხო, ძალიან მნიშვნელოვანი არის თვითმოტივაცია. ან არ ვიცი, გარედან მოსული სტიმული. თვითმოტივაციაში მას გულისხმობ, აი ენა რომ ეწოდინება, თქვა წავიკითხავ რაღაცა წიგნს, ან მოტივაციის კი არ გაქვს, რომ რაღაც სხვა სამსახურში გადახვალ, სადაც ენა გჭირდება. ან რა თქმა უნდა, ანუ ეგ მაგას ვფიქრობ, რომ გარედან მოსულია თქო. ოკეი. რაც შენს მოტივაციასაც ემთხვევა, იმედია და მე ენის სწავლა უფრო კარგად მიმდინარეობს, მაგრამ თვითმოტივაცია შინაგანი, აი მე ხშირად ვამჩნევ ჩემ თავს, რომ მაქვს ხოლმე მაგის უნარი, ნების ყოფა, ასევე რომ რაღაც დავაძალო თავს, რომ აი მოდი კვირაში რამდენიმე დღე, 1 საათი ვუსმინო რაღაც ინგლისურ პოდკასტს ან წიგნს ან წავიკითხო ინგლისურად. მოტივაციას რა გაწევს, რომ ეგ გააკეთო? განსხვავება რო ამეცნა გარეგან და შინაგან მოტივაციაში. უბრალოდ ის რომ ვიცოდე ენა, მართლა, იმიტომ რომ გარედან მოსული არაფერი არ არის ამ ეტაპზე, ანუ არ ვფიქრობდი ახალ სამსახურზე ან სადაც ინგლისური დამჭირდებოდა ან რა ვიცი. ენა
გინდა ისწავლო, ანუ შინაგანი мотиваციის მიხედვით ენა გინდა ისწავლო, იმის გამო რომ უბრალოდ გინდა ისწავლა. ხო, არა, ანუ წავიკითხო წიგნი, ვუყურო ფილმს ორიგინალში, ან რა ვიცი, მაინც გარედან მოსულა ითვლება? ის ხო მასტიმულირებელი არ არის, ანუ იმაში ხო. მე ვერ მივხვდი განსხვავებას რა, გარედან მოსულ სტიმულსა და ანუ ნებისმიერ შემთხვევაში мотиваცია თუ გაქვს, მან მნიშვნელობა არ აქვს გარედან არის მოსული თუ შინაგანი мотиваცია. ერთმანეთს ალბათ ემთხვევა. მაშინ ესე ვიტყვი, შეიძლება არასწორი რაღაც გამოვიყენე ტერმინი. ანუ ჩემი ინგლისური სწავლა არ დაჯილდოვდება არაფრით ფასეულით, ასე ვთქვათ. უყურებ ორიგინალს. ხო, მაგრამ ეგ ხო ჯილდო არ არის ჩემთვის. შეიძლება დააწესო, ანუ ეგ შეიძლება დააწესო ჯილდოდ? არა, კაცო, ანუ ჯილდო ხო მაინც ვიღაცა არ გაძლოს. ხო, მე ხა ეგრე მივიჩნიე, რომ რაღაცა თუ რაღაცა ეს გამოიწვევს იმას, რომ ხელფას მოგიმატებენ, ან რაღაც სხვა პოზიციაზე გადაინაცვლებ, ან ეხლა კონკრეტულ მაგალითს ვამბობ სამსახურის. მაგრამ თუ იქ არ გაქვს ეგ мотиваცია და შენ თვითონ გაქვს სურვილი რომ ისწავლო უბრალოდ, იმიტომ რომ ინგლისურად უყურო ან რა ვიცი. შენ განსხვავება როგორც შინაგანი мотиваცია. ხო. ოკეი. ესე რა ვიცი, ესე ჩავთვალე. და არ ვიცი, მე ესე ჩავთვალე, შეიძლება არ არის სწორი. არა, მაინტერესებს შენ რას ფიქრობ თქო. მაგრამ რეალურად რო დავფიქრდი, შეიძლება ეგეც გარეგანი мотиваცია, იმიტომ რომ გარეგანი სტიმულები გაწვდიან. მე მგონია რომ გარეგანი мотиваცია არ მიფიქრია ეს, მაგრამ ეხლა რასაც ვფიქრობ არის ის, რომ გარეგანი мотиваცია არ არსებობს ნებისმიერი რამე, რაც мотиваციას გაძლევს. ხოდებ შენ ანუ შინაგანიდან არის გამოსული რა, თუნდაც ხელფასის მატება იყოს, თუნდაც ხო, იმიტომ რომ მიზნად გაქვს ის აღებული, ხო, შინაგანად გამოსული როგორც არის. საერთოდ ხო მიზნად ვარ. არა, ქცევას ხო. ნებისმიერ ქცევას რაღაცა. ხო, მოდი ეგეც ვთქვათ, აქ ჩავინიშნე, აი წავიკითხე ატომური ჩვევები, როგორც გითხარი უკვე და იქ იყო ესე სიგნალი, ლტოლვა, რეაქცია და ჯილდო. სიგნალი, როგორც პავლოვს ქონდა. ატომური ჩვევები ამ თვალს და ვარ მაგრამ უბრალოდ ქცევაშიც ხო ეგ იყო, ანუ ქცევაშიც რაღაცა სტიმული, რეაქცია და რაღაცა იყო, აღარ მახსოვს. behaviorism რაღაცა იყო ეგეთი ფორმულასავი. ეს არის იყო სტიმული, პიროვნება, რეაქცია. ხო და აქ არის სიგნალი, ლტოლვა, რეაქცია, ჯილდო ფაქტიურად იგივეა, ოღონდ რაღაცები იყო. ცოტა შეცვლია. ოდნავ. გადაკეთებული. მე როგორ მოგეწონა ეს? კარგია არა ფსიქოლოგებისთვის. იმიტომ რომ ფსიქოლოგი სწავლობს ამ ყველაფერს სიღრმისეულად და ეს დასკვნები რაც ამ წიგნში წერია, გამოაქვს თვითონ და ეს წიგნი მისთვის არის პაპსა რაღაცა, რომ როგორც აი თავიდან ფსიქოლოგიას რო სწავლობდი, დეილ კარნეგი შემოთავაზა, რომ წაიკითხეო და რო დავიწყე რაღაცა, ანუ ამაზე ხომ მეც მიფიქრია, ანუ რა რატომ დავიკითხო იმაზე, ის რაც მიფიქრია, მაგრამ ანუ შენც იგივე აბსოლუტურად კარგად დაყალიბებს, უმარტივესად დაყალიბებს და პრაქტიკას გაჩვენებს, რომ თუნდაც როგორ უნდა იმოქმედო უკვე გამზადებულს. და ეს ყველაფერი დღევანდელობის, აი სულ ამბობ, აი დღევანდელი აჩქარებული ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და არა ფსიქოლოგებისთვის, დაკავებული ადამიანებისთვის, რომლებმაც უნდა წაიკითხონ ეს წიგნები არის, რა ვიცი, გამზადებული. მე შემგონია ნებისმიერი რამე რასაც ვფიქრობ რა, რაც კარგად არის დაწერილი. ეგ განსახო ყველგან გაქვს, რომ ამაზე მეც მიფიქრია და ვეცახმები რა მართალია ეს ხომ მე თვითონ არ მithქოს უბრალოდ არ ნებისმიერზე არა, მაგრამ რაღაცებზე ყოფილა, ხო? და ეს სიგნები განსაკუთრებით ეგეთია. უბრალოდ რადგანაც ჩვენი ცხოვრება დაკავებულია და სულ სამსახურში რაღაცა რუტინა ეს აღარ გრჩება ალბათ საფიქრალად დრო, მაგაზე საფიქრალად, რომ შეიძლება ეს ოდნავ მარცხნივ წახვიდე და უკვე კარგად გამოვიდეს და რუტინის მომხრე ადამიანს უმეტეს არ დაგჭირდება. მე სხვანაირ რუტინაზე ვსაუბრობ ვაშა. ეხლა კარგი, რადგანაც რუტინაზე გადავიდეთ რუტინაზე. როგორ ეხმარება რუტინა ქცევის ჩამოყალიბებას?